ხა ძალიან მოკლედ შევეხები მილის ძირითად შრომებს, ეს პირველი დიდი ნაშრომი ფილოსოფიური, რომელმაც მას შეუქმნა ფილოსოფოსის რეპუტაცია, იყო 1853 წელს გამოქვეყნებული ლოგიკის სისტემა, ორ ტომად გამოსცა ეს მილმა. აქ მას შეჯამებული ჰქონდა ფაქტიურად მის დრომდე დაგროვებული იდეები და ცოდნა ლოგიკაში და მეცნიერების ფილოსოფიის ერთ-ერთ პირველ შრომადაც ითვლება ეს წიგნი. ბევრი ამბობს, რომ მილი აქ რაიმე განსაკუთრებული ორიგინალური იდეებით ფილოსოფიური ღირებულების თვალსაზრისით არ გამოდის ამ წიგნში, მაგრამ უდავოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ წიგნს, როგორც სისტემატიზაციას მანამდე არსებული შეხედულებებისა შემეცნების თეორიის და ლოგიკის დარგებში, ძირითადად ასევე ენის ფილოსოფიის გარკვეული საკითხები არის უკვე განხილული ამ წიგნში. ეს წიგნი მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახელმძღვანელოდ ფილოსოფიის ინგლისში და არაერთი გამოცემა გამოიცა უკვე მე-19 საუკუნეშივე და ფილოსოფიის ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ ამ წიგნის ერთი უდავო მნიშვნელობაც უმცირე არის ის, რომ მან ფილოსოფოსთა მომავალი თაობების ინტერესი მიაპყრო სწორედ მეცნიერების ფილოსოფიისა და ცოდნის თეორიის საკითხებს და ეს მართლაც არის ამ წიგნის დიდი დამსახურება გარდა იმ სისტემური თავმოყრისა, რასაც აქ მილი აკეთებს. შემდეგი მნიშვნელოვანი წიგნი 1858 წელს გამოცემული პოლიტიკური ეკონომიკის პრინციპებია. ეს სათაურიც გეუბნებათ, არის მილის შეხედულებების შეჯამება პოლიტიკურ ეკონომიაში. ეს წიგნიც გახდა არნახულად პოპულარული სახელმძღვანელო პოლიტიკური ეკონომიის, თვითონ მილის სიცოცხლეში 7 თუ 8 გამოცემა გამოვიდა ამის და თუმცა ყველა გამოცემაში მილი გარკვეულ გადამუშავებას აკეთებდა ამ იდეებისა, თუ ის თავიდან იცავს ძალიან კლასიკური ფორმით ეკონომიკურ ლიბერალიზმს, მინიმალურ სახელმწიფოს, აქ არის ცნობილი მისი თვალსაზრისი, რომ პროგრესული დაბეჭდვა ეს არის ძარცვის თავისებური ზომიერი ფორმაა, ამტკიცებს მილი. თუმცა ეს დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტად გადაიხარა სოციალური პრობლემების გაცნობიერებისაკენ და უფრო სოციალური მიმართულება მისცა ამ წიგნს და ბოლო გამოცემები აშკარად არის უფრო ამ მხრივ მეტად სოციალისტური პოზიციების ამსახველი. ეს საინტერესო განვითარებაა თვითონ მილის ინტელექტუალური. ბევრი ფიქრობს, რომ ჰარიეტ ტეილორთან და სწორედ ჰარიეტ ტეილორის შვილთან ელენ ტეილორთან ურთიერთობამ განსაკუთრებულად ბული გავლენა მოახდინა მილის აი ამ მიმართულებით განვითარებაზე, მილის იდეების. 1859 წელს გამოსცა მილმა ეს თავისუფლების ტრაქტატი, რომელზეც საყანში კიდევ უფრო მეც ვიტყვით, ეს როგორც ვთქვით, არის პოლიტიკური ლიბერალიზმის ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური ფორმულირება და გავლენიანი ფორმულირება. ეს პატარა წიგნი, ზოგიერთი პატარა დიდი წიგნი, როგორც ზოგიერთი ამბობს და მალევე რაღაც 2 წელიწადში გამოვიდა მილის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შრომა, ეს არის 1861 წელს გამოცემული უტილიტარიზმი ეთიკის თეორიაში, უტილიტარისტულ თვალსაზრისს ავითარებს ის. მე ვთქვი წეღან, რომ მისი მასწავლებელი და მამამისის მეგობარი ჯერემი ბენთემი ითვლება ავტორად უტილიტარისტული ეთიკის კონცეფციისა. მილი თვითონ ტექსტში ამბობს, რომ მე ვაპირებ, რომ გადმოვცე და შევაჯამო ბენთემის თვალსაზრისი და დავიცვა ის ჩვეულებრივ მის წინააღმდეგ წამოყენებული არგუმენტებისაგან, ანუ სიტყვით მილი ბენთემის ერთგული რჩება, ბენთემის უტილიტარიზმის ამ წიგნში, თუმცა თუ ყურადღებით წავიკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ მნიშვნელოვან რევიზიასაც აკეთებს ის აქ ბენთემის იდეების და გარკვეული ცვლილებები შეაქვს ბენთემის ხედვაში, ზნეობრიობის სტანდარტისა, ასე ვთქვათ, როგორც ის უწოდებს ამ უტილიტარიზმის პრინციპს. ეს უტილიტარიზმი, როგორც ვთქვით, ბენთემისა ემყარებოდა იდეას, რომ ზნეობის მთავარი სტანდარტი და ასე ვთქვათ, საზოგადოების სიკეთე თუ სიავის მთავარი საზომი არის ის, თუ რამდენად
თქვათ ცალკეული ქმედების შეფასებაში იქნება თუ საზოგადოების მმართველი წესების შეფასებაში რამდენად თითოეული ცალკეული ქმედება თუ წესი ხელს უწყობს კაცობრიობის ჯამური ბედნიერების დასს. ეს იყო ცნობილი ფორმულა ბენთემის მაქსიმალური ბედნიერება მაქსიმალურად მეტი ადამიანისათვის ეს იყო მისი ხედვა და ბედნიერებაში ეს გულისხმობდა ბენთემი ძალიან მკაფიოდ ეს რაღაცას ნაკლები ტკივილი და მეტი სიამოვნება ეს იყო ბენთემის ხედვა და აი სწორედ ბედნიერების ცნების გადასინჯვა არის მილის მიერ ის რითაც ის ყველაზე მეტად შორდება ბენთემის იდეებს აი რო დაგანახოთ თუ ბენთემისთვის ეს არის რაღაც უნივერსალური საზომი რომ კარგი არის ნაკლები ტკივილი მეტი სიამოვნება და აი ეს არის ჯამში ბალანსი განსაზღვრავს ასე ვთქვათ სიკარგეს თუ სიავალეს საზოგადოების მდგომარეობისა მილს შემოაქვს თავისებური განსხვავება სიამოვნებათა არა მხოლოდ რაოდენობრივი არამედ თვისებრივი თვალსაზრისით ის ლაპარაკობს რომ სიამოვნებები სხვადასხვანაირია ვთქვათ ადამიანებს გვაქვს სიამოვნების ისეთი წყაროები როგორებიც არ აქვთ ცხოველებს და ამ ლაპარაკისას მას ის იწყებს უფრო მაღალი და უფრო დაბალი სიამოვნებების შესახებ ლაპარაკს იწყებს რომ ამბობს რომ თქვათ ჩვენ ადამიანებს გვაქვს ისეთი წყაროები სიამოვნების მიღებისა რომლებსაც ჩვენ თვითონვე მივიჩნევთ რომ უფრო მნიშვნელოვანია მათი დაკმაყოფილება ვიდრე სხვა ტიპის სიამოვნებების მიღება და ისე რომ თვითონ ადამიანს თუ კითხავთ აღმოაჩენთ რომ თვითონ ადამიანი აუცილებლად იწყებს რომ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია შემეძლოს და თუნდაც არ მქონდეს დაკმაყოფილებული რაღაცა ტიპის განცდა ვთქვათ მოდით ესეთ მაგალითს გეტყვით ის მაგალითი არ არის რომ შეიძლება ჩემთვის სიამოვნება მოჰქონდეს მოყვასის დახმარებას და შეიძლება სიამოვნება მოჰქონდეს რაღაცა თქვა ფიზიკურ განცხრომას და მას ვისაც აქვს ასეთ სიამოვნების მიღების უნარი მელი ამბობს მას ეს სიამოვნება ურჩევნია და აი ამაში რომ დაგვარწმუნოს ესეთ რაღაც ამბობს რომ თუ თქვენ მას შესთავაზებთ ესეთ რამეს რომ მოდი აღარ გენდომება ეგ რომ სიამოვნება მიიღო მოყვასის დახმარებით. გადაკეთ მაინც ნახე რა ძნელია ეს ვერ იკმაყოფილებ ამას ძალიან ხშირად ძალიან ძნელია სამყარო ისეთ ცუდი ადგილია რომ ამით ბედნიერება მიიღო სხვისი დახმარებით და აღარ გენდომება ეს და ამიტომ აღარც გექნება დაუკმაყოფილებელი სურვილი სამაგეროდ გენდომება ვთქვათ რომ ჭამით იქნება თუ რაიმე სხვა ტიპის ფიზიკური სიამოვნებით მიიღო დაკმაყოფილებები და ასე იყო ბედნიერი მილი ამბობს არც ერთი ადამიანი ამას არ დაგთანხმდება და არ იწვის რომ კი ბატონო მე ბედნიერი გამხადეთ იმის ხარჯზე რომ აღარ მქონდეს ის სურვილები, ის რასაც მელი უწოდებს მაღალი სურვილები, რომელთა დაკმაყოფილებაც ასე ძნელია და ხშირად შეიძლება შეუძლებელიც იყოსო და აი ეს არის ძალიან არაბენთემური უკვე ნიუანსი უტილიტარიზმის მის თეორიაში, ისაია ბერლინი მე-20 საუკუნის ასეთი საინტერესო მოაზროვნე წერდა, რომ იმის მილსა და ბენთემს შორის განსხვავების გამოსაკვეთად ესეთ სიუჟეტს გვთავაზობს, რომ წარმოიდგინეთ ვინმე გამოიგონოს რაიმე აბი, რომლის ჩაყლაპვითაც ადამიანი იქნება სულ კმაყოფილი და სიამოვნებაში და ანესთეზირებული, ასე ვთქვათ, ყოველგვარი ტკივილისაგან ბენთემის უტილიტარიზმის პრინციპების მიხედვით ეს უნდა ყოფილიყო სასურველი ამბავი. ასე ბედნიერების მიღწევა ბენთემი ვარს ვერ იტყვის, ის იტყვის, რომ ხო ეს კარგია თუ ასეთ რამე მოხდა. ხოლო მილი ისე ავითარებს უტილიტარიზმს, რომ ეს ასეთი მდგომარეობა არ იქნება მისთვის ეთიკური იდეალი. აი ეს არის საინტერესო გადახვევა. ბევრი ფიქრობს, რომ ამ გადახვევით მილი ფაქტიურად დაშორდა უტილიტარიზმს იმდენად, რომ ძნელიც კი მისი ჩატევა კლასიკური უტილიტარიზმის ჩარჩოებში. თუმცა როგორც გითხარით, თავის სიტყვით მილი თვითონ ამბობს, რომ უტილიტარიზმს აგრძელებს თავის ტექსტში. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წიგნი, რომელიც გამოიცა 1869 წელს, ეს არის ქალთა დაქვემდებარება მილის, რომელშიც ის წერს ქალების მდგომარეობაზე და პირდაპირ აყენებს მოთხოვნას ქალთა და მამაკაცთან შორის თანასწორობის მოთხოვნას. ახლა მანამდეც არსებულან ევროპის ისტორიაში კაცები, რომლებიც ქალების თანასწორობის პრობლემაზე წერდნენ, ამ მხრივ მილი არასდროს არ არის პირველი, მაგრამ უდავოდ არის ერთ-ერთი ადრეული და ძალიან მნიშვნელოვანი მოაზროვნე, რომ მამაკაცებს შორის განსაკუთრებით რომელიც ამ თემაზე წერდა. კიდევ ერთი საინტერესო არის მისი სიკვდილის შემდეგ მალევე
გამოსული ჰარიეტ ტეილორის მიერ წიგნი ავტობიოგრაფია, სადაც ის თავის ინტელექტუალურ განვითარებაზე და ასევე თავის ბიოგრაფიაზე ლაპარაკობს. აი ეს არის ძირითადად, თუმცა ეს ამით არ მოიწურება, რასაკვირველია, მელის ბიბლიოგრაფია არის ძალიან ვრცელი, მას გარდა წიგნებისა და ტრაქტატებისა ეკუთვნის ძალიან ბევრი წერილი მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე.